ესე იგი, მეორე მსოფლიო ომის დასასრული. გერმანია ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა. ერთი მხრივ მოკავშირეები საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები აგდებენ ღერძის ქვეყნებს ძირითადად მესამე რაიხს და იტალია საფრანგეთიდან და იტალიიდან თავად. მეორე მხრივ SSRK, რომელსაც არა მხოლოდ წარმატებით მილიონი ადამიანის ცოცხლის ფასად შეეჩერა გერმანია ოპერაცია ბარბაროსის დროს მოსკოვის მახლობლად, ასევე მიუახლოვდა ბერლინს ოპერაცია ბაგრატიონის დროს. ომის შედეგი ყველასთვის ნათელი იყო. ნაცისტური გერმანიის დაცვა მხოლოდ დროის საკითხი იყო და ნიდერლანდების ხალხისთვისაც ეს ასევე ნათელი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას ჰყავდა უამრავი უცხოელი, რომლებიც იბრძოდნენ მათ მხარეს, როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით. 50,000-ზე მეტი ქართველი იბრძოდა მათ მხარეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგი ამ პროცესში საქართველოს საბჭოთა კავშირზე გათავისუფლების მიზნით. სხვები კიდევ იმიტომ, რომ ხომარჩევანი არ ჰქონდათ. ან ეს, ან გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა აღმოჩენილიყვნენ. ყველა მათგანი ქართული ლეგიონის წევრი იყო. მე არ ვისაუბრებ მასზე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა უმეტესობამ უკვე იცით მის შესახებ. განსაკუთრებით ნაციონალისტები. ასე რომ, ახლა მოდით გადავიდეთ ვიდეოს თემაზე. ნიდერლანდები 1945 წლის 6 თებერვალი. თითქმის 5 წლის განმავლობაში ჰოლანდიის მოსახლეობა გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დღეს ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ ტექსელის კუნძულზე, განთავსდა 822 ქართული ბატალიონი თამარ მეფე, რომელიც 800 ქართველი მოხალისისა და 400 გერმანელი ჯარისკაცისაგან შედგებოდა. მათი მეთაური კლაუს ბრეიტნერი იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართული ლეგიონის მეთაური და ყოფილი საბჭოთა კაპიტანი შალვე ლოლაძე ტექსელის კუნძულზე აჯანყებას ამზადებდა. სხვა ქართველებთან და ჰოლანდიის პარტიზანელებთან ერთად. გეგმის თანახმად საღამოს ისინი ჩასაფრდებიან გერმანელებს, ან ძილში კლავენ მათ. ასევე იმის გამო, რომ ქართველებისა და გერმანელების სამხედრო ფორმები ერთნაირი იყო, აირჩიეს პაროლი, რომლის წარმოთქმაც გერმანელებს არ შეეძლოთ, საკუთარ თავის იდენტიფიცირების მიზნით. ეს პაროლი იყო დაბადების დღე. აქედან გამომდინარე აჯანყებას ასევე ჰქონდა სხვა სახელი. ოპერაცია ბედნიერი დაბადების დღე. ან უფრო რუსულად რო ვთქვათ, ოპერაციის днём рождения. გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო მთელი კუნძულის, რაც შეიძლება სწრაფად დაპყრობა. განსაკუთრებით სამხრეთ და ჩრდილოეთ ბატარეების, ისე რომ გერმანელებს სანაპიროდან არ ექნებოდათ დრო კუნძულზე დახმარების გაგზავნისთვის. აჯანყება იწყება 6 აპრილის ღამის პირველ საათზე კუნძულის მასშტაბით. სულ რამდენიმე საათში ქართველები 400-მდე გერმანელს ჰყავენ. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლები ხმაური გამოეწვიათ, მაგრამ აღმოჩნდა რამოდენიმე განსხვავებული ჯარისკაცი, რომლებიც იყენებდნენ ტყვია ფრქვევებსა და ყუმბარებს. გერმანელი მეთაური მაიორ კლაუს ბრეიტნერი, რომელმაც მეთაურობდა 822 ქართულ ბატალიონს, იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ვერმახტის ჯარისკაცისგან, ვინც გადარჩა. მან მიაღწია სამხრეთ ბატარეას და დაუკავშირდა ჰიტლერის ბუნკერს, საიდანაც ბრძანება მოვიდა, ყველა მოღალატეების განადგურების მიზნით. დილის 11 საათისთვის ტექსელის 3/4 ქართული ლეგიონის კონტროლის ქვეშ იყო. გათავისუფლებული ასევე იყო კუნძულის დედაქალაქი, სახელად ტექსელი. დილის 8 საათზე ქალაქებში პლაკატები გამოჩნდა, რომლებიც ჰოლანდიელ მამაკაცებს იარაღის აღებასა და დახმარებისკენ მოუწოდებდნენ. ზოგიერთმა ასეც გააკეთა. ბევრი გერმანელი, როგორც უკვე ვთქვი, გაიქცა და უკან დაიხია ჩრდილოეთ და სამხრეთ ბატარეებისკენ. სამწუხაროდ ქართველებმა მათი ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს. ამის გამო 6 აპრილს 12 საათზე გერმანელები კონტრშეტევას იწყებენ. ქალაქ დენ ჰელდერიდან კუნძულზე გადაჰყავთ ჯარისკაცები. კონტრშეტევა კი დღის მეორე ნახევარში იწყება. 2000 საარტილერიო ჭურვები გაესროლეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ბატარეებიდან. აჯანყებულებს ასევე ესვრიან დენ ჰელდერიდან. სასტიკი ბრძოლა იწყება დენბურგში, რომელიც შუადღემდე მიმდინარეობს.